calling the European Union to start the process of taking down the visa liberation to start this. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადესტურა, რომ ევროკავშირი მსჯელობს გზებზე, როგორც შეაჩეროს ქართული ოცნების რეპრესიები, რომელიც ქართულ ხალხს უპირისპირდება. წარმოუდგენელი მასშტაბის ტერორს უწყობს, რადგან ივანიშვილის გუნდს არც დიპლომატიური ენა ესმის და პარტნიორების მოწოდებების სანქციების დაწესება და შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრება ერთადერთ გზად რჩება. Estonia has put tens and tens of different persons on the ესტონეთს უკვე ათობით მაღალჩინოსანი ყავს სანქციების ქვეშ მოქცეული ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის შათვლით. მოუწოდებთ ევროკავშირს დაიწყოს პროცესი ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვაზე. ეს საკითხი დევს მაგიდაზე და სჭირდება 15 წევრი ქვეყნის თანხმობა პროცესის დასაწყებად, რათა მოეთხოვოს რეჟიმს შეცვალოს მისი ქცევა. they need to change the behavior. So ქართული ოცნება აქამდე მშვიდად იყო, რომ ევროკავშირში ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირებას უნგრეთი და სლოვაკეთი დაბლოკავდნენ. თუმცა დღეს ივანიშვილის რეჟიმს ბრიუსელიდან შეახსენეს, რომ სანქციების ერთ ნაწილს ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება და 15 ხმაც საკმარისია. ოცნება თავად უბიძგებს ევროკავშირს, რომ უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგას. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოზე და თქვეს, რომ ხალხის მიტოვებას არ აპირებენ. We were strongly supporting Georgia. უნდა ითქვას, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს საქართველოს დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას და ქვეყნის გზას ევროკავშირში. ასე რომ ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ. მე ვიყავი საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის მომხრე და იმ დროს ეს ყველაზე რთული იყო. როდესაც ხალხი ნამდვილად იბრძვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, იმედი მაქვს ჩვენ ვიხილავთ საქართველოს მომავალ წლებში დაბრუნებულს და ჩვენ მხარს დავუჭერთ მის გზას. And that we will play a supportive role to it. Very concerning that there's such a backsliding. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ასეთი უკან დახევა ვიხილეთ საქართველოში. თქვენ ნახეთ კაია კალასის და მარტა კოსის განცხადება. ჩვენ სრულად ვდგავართ ამის უკან. ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ასევე იმიტომაც, რომ ხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ასეთი დიდი ნაწილი არის პროევროპული, ისწრაფვის ევროკავშირისკენ. ყველამ უნდა წაახალისოს ისინი, რომ გააგრძელონ ეს გზა. ევროკავშირის მოთხოვნებს ქართული ოცნება ინტერპრეტაციას უკეთებს, რადგან ვრცელ განცხადებებს არ კითხულობენ და არ ესმით. დღეს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა 3 წინადადებით ჩამოწერა, რა უნდა გააკეთოს რეჟიმმა. გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრების, შეწყვიტეთ რეპრესიები და დაიწყეთ დიალოგი. ეს არის 3 ნაბიჯი, რომელიც იზოლაციაში მოქცეულმა რეჟიმმა უნდა გადადგას, რათა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს. Deplore the situation in Georgia. გმობთ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ვხედავთ, რომ ქართულ ხალხს სურს ქვეყანა დარჩეს ევროპულ გზაზე და ერთ დღესაც გახდეს ევროკავშირის წევრი. ნამდვილი დემოკრატია, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ როგორც საერთაშორისო გაერთიანებამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ ქართულ ხალხს. Can in our power to help the Georgian people. ახლა ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა. ან გაათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს, ან ევროკავშირს ამით მისცემენ დამატებით არგუმენტებს, რომ ზეწოლის და სანქციების გარდა ივანიშვილს სხვა ენა არ ესმის. დე-ფაქტო ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გამოსავალს მხოლოდ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ხედავენ. მე გარწმუნებთ, რომ ახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, ქართულმა ოცნებამ ქვეყანა შეიყვანა იმ ჩიხში, რომელიდანაც გამოსვლა არის მხოლოდ არჩევნების შესაძლებელი არის მხოლოდ არჩევნების საშუალებით. თქვენ ხედავთ ყოველდღიურად ჩვენ ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისაგან, ევროპული ქვეყნების ლიდერებისაგან მხარდაჭერას. ამიტომ ყველას მოუწოდებთ სიმტკიცისკენ, ბრძოლისკენ. დღევანდელ მოცემულობაში ქართული ოცნება რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეები უფრო გაღარიბდებიან. საქართველოს მოქალაქეებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ უფრო მეტი პრობლემა შეექმნებათ. პრობლემა შეექმნებათ ბიზნესმენებს, ექსპორტიორებს შეექმნებათ პრობლემა, იმპორტიორებს შეექმნებათ პრობლემა. იმის ნაცვლად, რომ ბრიუსელში საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებებზე საუბრობენ, განხილვის თემა გაყინული მოლაპარაკებები, დემოკრატიული უკუსლა და სანქციებია. სხვა გამოსავალს ბრიუსელი უბრალოდ ვეღარ ხედავს, გარდა იმისა, რომ რეჟიმი ევროინტეგრაციის გზაზე სანქციებით დააბრუნოს.